ეს კაი, ანუ ხმა კარგად ისმის. ნახე რა ის შემო. ხმა შორდია კარგად ისმის. მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა პირდაპირ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტის მიღმა გიბრუნდებით, მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთ საინტერესო საკითხზე, ეს არის პროფესიული განათლება. და ჩვენი სტუმარი არის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, ახალი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და ასევე პროფესიული განათლების მკვლევარი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი საჯარო მმართველობაში გიორგი მამულაშვილი. გიორგი, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, ასევე გილოცავ ახალგაზრდა ევროპელ ელჩობას, ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდით ჩვენს ინიციატივას და წარმატებები მინდა გისურვო ამ მიმართულებით. თუ შეიძლება რომ უფრო მეტი გვითხრა, რა კუთხით მუშაობ პროფესიულ განათლებაზე, რას იკვლევ უფრო ზუსტად? მოგესალმებით ძმამ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის და თქვენი დროისთვის, რომელიც დღეს პროფესიულ განათლებას დაეთმობა. ვინაიდან პროფესიული განათლება რაღაცნაირად გარკვეული პერიოდის წინ აი ესეთი ყურადღების ცენტრში ნამდვილად არ იყო, რასაც და როგორც იმსახურებდა და იმსახურებს და მე მიხარია რომ რაღაცნაირად დღეს მთლიანობაში პროფესიული განათლების მიმართულებით უფრო და უფრო მეტი მედია საშუალებაც და მეტი ადამიანი ინტერესდება როგორც პროფესიული განათლების პრობლემებით, ისე ზოგადად აი ამ სისტემის ასე ვთქვათ მთლიანობაში სისტემის მდგომარეობით და ეს არის ნამდვილად სასიხარულო. რაც შეეხება ჩემს კავშირს პროფესიულ განათლებასთან და ჩემს ასე ვთქვათ კვლევებს პროფესიული განათლების მიმართულებით, სწორად აღნიშნე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის ასე ვთქვათ მიმართულებით უკვე ჩემს მეორე ნაშრომზე ვმუშაობთ, რომელიც უკვე მაგისტრატურის ფარგლებში მუშაობდება და ჩემი პირველი ნაშრომის და ეს ნაშრომის და კვლევებიც ეძღვნება პროფესიულ განათლებას და პროფესიული განათლების მქონე პირების, ასე ვთქვათ, შემდგომში დასაქმების ნაწილს. მთლიანობაში რომ ვთქვათ, ჩემი ახალი კვლევაც და წინა კვლევაც, რომელიც ესე იგი საბაკალავრო ნაშრომის ფარგლებში შესრულდა, იკვლევდა მოსახლეობის დამოკიდებულებას პროფესიული განათლების მიმართ და ძალიან საინტერესო მიგნებები და შედეგები გამოიკვეთა მაშინაც და დღესაც უკვე როცა ვთქვათ ძალიან ბევრი და მართებული ნაბიჯი გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან პროფესიული განათლების კუთხით, ნამდვილად რაღაცნაირად აი ამ კვლევის ნაწილშიც შედეგი ჰპოვა. მე ძალიან კარგად მახსოვს, აი პროფესიულ განათლებას ძალიან დაბალი პრესტიჟი ჰქონდა წლების წინ. იმიტომ რომ ეს ერთგვარად საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა ისე რომ თუ ესე იგი არ იყავი წარმატებული, არ სწავლობდი და ესეთი ტიპის ადამიანებთან ასოცირდებოდა რომ ისინი მიდიან პროფესიულ განათლებაში, ისინი სწავლობენ, ანუ ერთგვარი წარუმატებლობის დამღა იყო ეს. თუ შეიცვალა ეს დამოკიდებულება გიორგი და რა მიმართულებით და ზოგადად როგორი სისტემა გვაქვს დღეს პროფესიული განათლების? სწორად აღნიშნე, ნამდვილად ჩვენს ქვეყანაში საუბედუროდ არსებობდა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ესეთი დამოკიდებულება ჩვენი მშობლების თაობის მხრიდან და ზოგადად მთელ სოციუმში, რომ თუ მოსწავლე არ სწავლობდა კარგად სკოლაში, თუ მისი აკადემიური მოსწრება არ იყო რაღაცნაირად ისეთი მაღალი, თუ მას არ ჰქონდა გეგმები სამომავლოდ, თქვათ ისეთი განათლების მიღების, თითქოს რაღაცა სკოლებიც მათ შორის სადამსჯელო იარაღად ესე გამოიყენებდნენ ხოლმე პირდაპირ ეუბნეოდნენ მოსწავლეს. მუქ არა იყო ერთგვარი რომ გაგიშვებ იქ თუ არის. შენ წახვალ პროფესიულ სასწავლებელში, წახვალ პროფში, დღეს ყველა ამ რეალურად აი როგორც წარსულს ზუსტად ამას იხსენებს, ყველა ვინც პროფესიულ განათლებას ახლოდან იცნობს და საბედნიეროდ მართლა სასიხარულოა რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში პროფესიული განათლება აღარ არის
ასე ვთქვათ, სადამსჯელო ღონისძიება მოსწავლეებისთვის და პირიქით. აი დღევანდელ რეალობას რო შევეხოთ, რაღაცნაირად აი მართლა ზოგჯერ ხდება ხოლმე ისე, რომ კვლევის შედეგები რაღაცნაირად სხვადასხვა მიმართულებით პროფესიულ განათლებაზე რომ არ ვთქვათ, რაღაცა ყველა მიმართულებით არის ხოლმე თითქოს უარყოფითი და მე მართლა ბედნიერი ვარ, რომ დინამიკა აი განათლების ამ სისტემაში არის იმდენად პოზიტიური და იმდენად კარგი, რომ თქვათ რაღაცა წლების განმავლობაში რა ლაფსუსების და ჩავარდნების და რაღაცა ხრელები იყო ხოლმე ამ მიმართულებით ნელ-ნელა სწორდება. შენ კითხე ესმა მაგალითად აი რა შეიცვალა იმის შემდეგ, თქვათ რაც ესეთი დამოკიდებულება არსებობდა საზოგადოებაში. შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. შეიცვალა მაგალითად ის, რომ დაინერგა თანამედროვე სტანდარტებით პროფესიული პროგრამები, რომელიც კურსდამთავრებულებს რაღაცნაირად უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს იმის, რომ თქვათ სამსახური დროულად ნახონ. დაინერგა ის შესაძლებლობები, რომ პრაქტიკული გახდა? უფრო პრაქტიკული გახდა და დაინერგა მაგალითად ისეთი პროგრამები, თქვენ დასაწყისში თქვათ რა პარალელი შეიძლება გაევლოს სხვა ქვეყანასთან, დაინერგა მაგალითად დუალური პროგრამები, რომელიც გულისხმობს ასე ვთქვათ, მოსწავლის აი ამ პროფესიული სტუდენტის გარკვეული პერიოდით საწარმოში მუშაობას და იქ პრაქტიკული უნარჩვევების ასე ვთქვათ გამომუშავებას და რაღაც მერე შემდგომ პერიოდში უკვე თეორიულ სწავლებას, რაც ცალსახად უნდა ითქვას, რომ თუნდაც აი გერმანიის მაგალითზე ეს მუშაობს ძალიან კარგად, იმიტომ რომ პროფესიული განათლება ჩემი აზრით, ანუ ზოგადად ეს დამტკიცებულია და კვლევების შედეგით არის დადასტურებული, რომ პრაქტიკული უნარების გარეშე პროფესიულ განათლებაში თქვათ რაც არ უნდა მეტი ინფორმაცია მიაწოდო ადამიანს სწავლების პერიოდში, იმ საბოლოო მიზნამდე, რაც ასე ვთქვათ, დასაქმებას უნდა წარმოადგენდეს, შეუძლებელია მისვლა. ამიტომ აი ეს პროგრამები, რომელიც დუალურ მიდგომას იზიარებს და გარკვეულწილად სტუდენტებს საწარმოებში ასწავლის პრაქტიკულად რა და როგორ უნდა გააკეთოს, აი ზუსტად ეს უკვე მერე შედეგად გვაძლევს იმას, რომ დასაქმებულ მეტ სტუდენტს ვნახულობთ, ხო? ამიტომ პარალელი აი ზუსტად ეს შეგვიძლია გავალოთ, იმიტომ რომ გერმანიაში ეს ძალიან კარგად მუშაობს, აი ეს შეგირდის ინსტიტუტი გერმანიაში ზუსტად მთლიანად თითქმის არის დუალურ მიდგომაზე განაწილებული პროფესიული განათლება, სადაც ესე იგი ახალგაზრდა მიდის, ირჩევს თავის სასურველ პროფესიას, ძირითად დროს ატარებს კერძო კომპანიაში, იქ პრაქტიკულად თავის საწარმოს ხელმძღვანელთან ერთად პრაქტიკულად ეუფლება რაღაც კონკრეტულ უნარებს და შემდგომში უკვე რაც ვთქვათ აუცილებელი არის, რომ თეორიული სწავლების ფარგლებში გაიაროს, თეორიულ სწავლებას გადის სასწავლებელში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით ჩვენი პროფესიული პროგრამები, გარდა ისეთი პროგრამებისა, რომელიც ახლა ვთქვათ სრულებით არის შესაძლებელი, რომ მოხერხდეს სასწავლებელში განხორციელება, ძალიან კარგი იქნება რომ მთლიანობაში გადავიდეთ დუალურ სწავლებაზე. იმიტომ რომ რაღაცნაირად მე დაკარგული დრო გამოდის. ეს სხვათა შორის პირდაპირ შუა საუკუნეებიდან მომდინარეობს, ხო, როდესაც ეს ხელოსნები ასწავლიდნენ ესე შემდეგ შეგირდებს იმისთვის, რომ მათ გადასცემდნენ მე ხელობას. რა თქმა უნდა. და ეს მით უმეტეს ეს არ იყო ოღონდ უბრალოდ რაღაც ექსპლუატაციის მომენტი, რომ შენ გამუშავებ უფასოდ, ეს იყო იმისთვის, რომ შემდეგ რეალურად ადამიანს სცოდნოდა ის კონკრეტული ხელობა და გამხდარიყო თქვათ ოსტატი. ნამდვილად ასწავლეს. აი მაგალითად ეს არის სწორედ ის, რაც აი უმაღლეს განათლებისგან განსხვავებით, ხო, რომელიც იმისთვის არსებობს, რომ ადამიანი განავითაროს ფართოდ და არა მარტო კონკრეტული საქმის კეთება ასწავლოს, ან პროფესიული განათლება არის ზუსტად ის, რომ კონკრეტულ საქმეს ასწავლის. შენ ახსენე დასაქმება, რომ უფრო მეტი ადამიანი საქმდება. ამ მიმართულებით როგორი მდგომარეობა, იმიტომ რომ დღემდე მესმის მე პირადად, რომ ძალიან ხშირად აი ამ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფსასწავლებლებს ადამიანები ამთავრებენ უფასოდ და შემდეგ დამსაქმებელს მაინც უმაღლესი სასწავლებლად დამთავრებული კადრი ურჩევნია. ეს პრობლემა დღესაც რეალურია? ეს
არსებობდა ერთი ესეთი ხვრელი, როდესაც მოსწავლე მიდიოდა მაგალითად სკოლიდან პროფესიულ სასწავლებელში, საუბარი მაქვს მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ანუ გამოდის რომ სკოლას ვერ ამთავრებდნენ და ისე იღებდნენ პროფესიულ განათლებას და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად საბოლოოდ მე ვთქვათ სურვილიც რომ ჰქონოდათ უმაღლესი განათლების მიღების ვერ ახერხებდნენ, იმიტომ რომ არ ჰქონდათ ასე ვთქვათ სასკოლო სრული განათლება, ხო? ამიტომ დღეს ახლა თქვენ კითხვას რო სიღრმისეულად უპასუხო, დღეს ეს ხარვეზი აღარ არსებობს, იმიტომ რომ უკვე აი ამ სასწავლო წლიდან ესე იგი მოსწავლეებს შეუძლიათ რომ სწავლა გააგრძელონ პროფესიულ სასწავლებელში, მაგრამ პარალელურად მიიღონ სრული ზოგადი განათლების ატესტატი. რაც ზუსტად პასუხობს თქვენ შეკითხვას, რომ თუ დადგა ისეთი შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს პროფესიული განათლების მიღების შემდეგ გაუჩნდა სურვილი რომ და აუცილებლად მოითხოვა რომ თქვა კვალიფიკაცია აიმაღლოს იმისთვის რომ მისი კარიერული წინსვლა უფრო რელევანტური იყოს, უფრო ეფექტური იყოს, თქვა აი ეს ხარვეზი მას აღარ ექნება და ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ იქნება. ამიტომ რაღაცნაირად აი მართლა სასიხარულოა ეს ძალიან ბევრი წლის პრობლემა იყო და ამ მიმართულებით არ იქნება სწორი და გამართლებული ჩვენ თუ დავუკარგავთ ამ სფეროში მომუშავე, ასე ვთქვათ, ადამიანებს აი ამ კონკრეტული ხვრელების და პრობლემების მოგვარებას, რომელიც მათ შეძლეს. აი მეორე საკითხი იყო მაგალითად სულ რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა და შევიტყვეთ ეს იყო წლების პრობლემა, ნამდვილად ეს იყო სამხედრო დაწვევა. აი მაგალითად მე ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი, როდესაც სკოლის შემდეგ უნდათ პროფესიული განათლების მიღება, თუმცა არ ჰქონდათ საკმარისი თუნდაც სურვილი და мотиваცია იმის, რომ უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინათ სწავლა ახალგაზრდებს და პროფესიულ სასწავლებელში მარტივი მიზეზის გამო ვერ აბარებდნენ, იმიტომ რომ მათ უწევდათ ჯარში წასვლა, სულ მინიმუმ 1 წლით, ხო? ამიტომ აი რაღაცნაირად ეს სურვილი შეიძლება მუხტი რაღაცნაირი ეს мотиваცია რაც შეიძლება და იმ წუთას ქონოდა ადამიანს რაღაცნაირად ჯარის შემდეგ ბევრს აღარ მოუნდომებია ხო პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება. ამიტომ ესეც სასიხარულო ფაქტი არის რომ მოხერხდა ეს იყო მართლა წლების პრობლემა და ეს არ იყო 1 წლის და 2 წლის პრობლემა, მუდმივად პროფესიული განათლების პარალელურად ყოველთვის ჟღერდებოდა ხოლმე ეს რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონოდათ სკოლის დასრულების შემდეგ მიიღოთ პროფესიული განათლება ისე რომ მათ სავალდებულო სამხედრო სამსახური არ შეხებოდათ და მართლაც მოხერხდა ეს და სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ შევიტყვეთ მთავრობის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ერთჯერადად მოახდენს მთავრობა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებას იმ სურველი პროფესიული განათლების სურველი ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ რომ ისწავლონ. თუმცა ეს ნამდვილად ერთჯერადი იქნება და რაღაცნაირად არ იქნება იმის ბერკეტი, რომ ერთდროულად ყოველ ჯერზე ჩააბაროს ახალგაზრდამ ზედიზედ რამდენიმე პროგრამაზე იმისათვის, რომ თქვათ სამხედრო სავალდებულო სამსახურს აარიდოს თავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ალბათ ტექნიკური ხარვეზი იყო, მე ასევე კითხვა დავსვი დასაქმებასთან დაკავშირებით. ანუ მე სულ მესმოდა ხოლმე ეს საუბრები, რომ თუ ესე იგი ამთავრებენ ეს ახალგაზრდები პროფესიულ სასწავლებლებს, მაგრამ შემდეგ დასაქმება მაინც დამსაქმებელი მაინც მოითხოვს უმაღლეს განათლებას. ეს დღესაც ასეა თუ როგორ ხედავთ ამ პროცესს? მე სიმართლე გითხრა ესეთ კონკრეტულ სიტუაციას, რომ თქვათ პროფესიული განათლების მქონე პირისგან მოეთხოვათ უმაღლესი განათლება ნაკლებად, პრობლემა ალბათ უფრო წლების განმავლობაში იყო პროფესიული განათლების მქონე პირისა და დამსაქმებლის მოთხოვნას შორის რაღაცნაირი ბალანსის არარსებობა, რეალურად ვთქვათ, დამსაქმებელს სჭირდებოდა რაღაცა კონკრეტული უნარების მქონე ადამიანი და ვთქვათ, პროფესიული განათლება ვინც მიიღო, ვერ პასუხობდა მის მოთხოვნებს. არა იმიტომ, რომ მან უხარისხო პროფესიული განათლება მიიღო, ან არა იმიტომ, რომ ვთქვათ, არაეფექტურ პროფესიულ სასწავლებელში ისწავლა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ დღეს 21 საუკუნეში რაღაცნაირად აი ეს ტექნოლოგიები, რაც ასე ვთქვათ,
თუნდაც სამშენებლო მიმართულებით, თუნდაც რა ვიცი ძალიან ბევრი მიმართულებით ყოველთვიურად ასე ვთქვათ იცვლება, აი ამ დროში ვერ ხერხდებოდა ხოლმე ერთმანეთთან დაწევა. თუმცა აქაც აი ეს კვანძი, რაზეც წეგან საუბრობდით, კერძო სექტორზე არის აუცილებელი ესმა. თუ კერძო სექტორის ბიზნეს სექტორის უშუალო და მჭიდრო კავშირი არ იყო პროფესიულ სასწავლებლებთან და აი ეს მუდმივი კონსულტირების რეჟიმი არ იყო და არ იქნა შენარჩუნებული, რომ თქვათ, აი მე მჭირდება ესეთი ტიპის შემდუღებელი და შესაბამისად პროფესიული სასწავლებელი უზრუნველყოფს იმ დროისთვის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამის მქონე კადრს. რეალურად აი ეს მომენტი არის, რომ უნდა მუდმივად კერძო სექტორის აქტიურობაც არსებობდეს პროფესიულ სასწავლებლებთან მიმართებაში, რომ აი ეს დისბალანსი არ იყოს და რაღაცნაირად არ ასწდეს იმ წუთას პროფესიული სტუდენტის ცოდნა, არ ჩამორჩებოდეს არსებულ რეალობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა იმიტომ, რომ ვთქვათ ხარისხიანი განათლება ვერ მიიღო, არამედ იმიტომ, რომ ტექნოლოგია შეიცვალა და მას ვთქვათ აი იმ კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში იმ კონკრეტულ რაღაცაზე არ ჰქონდა მიღებული განათლება. კოლეჯებისთვისაც ძალიან რთული იქნება, რომ ხა მართლა ყოველდღიურად განაახლონ ტექნოლოგიური ბაზა და აი ეს კომპანიებში პრაქტიკული კომპონენტის გავლა, სადაც აქვთ ხო ეს აღჭურვილობა, რაც სჭირდებათ. ამას ნამდვილად დააბალანსებს და აი სკოლების საკითხსაც მინდა რომ მიუბრუნდე. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა ის, რომ შეგიძლია თან პროფესიულ განათლება მიიღო და თან ასე ვთქვათ სკოლის ატესტატი, იმიტომ რომ მე როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენელი რეგიონებში სიარულის დროს მე სულ მეუბნებოდნენ ბავშვები, სკოლის მოსწავლეები, გვინდა მეტი არჩევითი საგანი. გვინდა სწავლობდეთ ბოლო კლასებში იმას, რაც გვაინტერესებს უკვე პროფესიულად. და ეს ერთგვარად გადადგმული ნაბიჯი იქნება იქითკენ, რომ ვისაც დაუშვათ არ უნდა რომ ყველაფერი ისწავლოს, რაც სკოლაში ისწავლება, ადგება წავა პროფესიულში, თან პროფესიულ უნარებსაც გამოიმუშავებს, თან ატესტაციაც მიიღებს და უმაღლესი ჩაბარების შანსსაც არ დაკარგავს. გიორგი, აქვე საინტერესოა რეგიონული მისაწვდომობა როგორი არის ამ კოლეჯების და მithumetes უფასო კოლეჯების. აი თქვათ სოფლის მოსახლისთვის რამდენად არის ხელმისაწვდომი იქ სწავლა? განსხვავებით უმაღლესობლებისგან ესმა ნამდვილად პროფესიული განათლების მიღების მსურველებს არ ჭირდებათ დიდ ქალაქებში, ან თუნდაც დედაქალაქში ჩამოსვლა, იმიტომ რომ ნამდვილად და ესეც სასიხარულოა და იცით ხაზგასმით და პარალელურად რას ვიტყოდი. მე ძალიან გამიხარდება ჩვენს ქვეყანაში ბევრ საკითხზე თუ გვექნება ძალიან ბევრი პოზიტიური და დადებითი სასაუბრო, იმიტომ რომ ობიექტურები უნდა ვიყოთ და გვერდი არ უნდა ავუაროთ იმ ფაქტებს, რაც რეალურად არის ხო ჩვენს ქვეყანაში. აი თითქმის ყველა რეგიონში, აი მაგალითად კახეთის რეგიონი რო დავფაროთ, ფანტასტიკური შესაძლებლობაა პროფესიული განათლების მიღების, მათ შორის განსხვავებით უმაღლესი სასწავლებლებისგან არაჩვეულებრივი და ფანტასტიკური საერთო საცხოვრებლებით, სადაც თქვათ, აი სოფლად მაცხოვრებელ ახალგაზრდას, რომელსაც თქვათ ყოველდღე ტრანსპორტირების პრობლემა შეიძლება ჰქონდეს, ან თუნდაც სურვილი არ ჰქონდეს, რომ იმის დრო ყოველდღიურად დილიდან საღამომდე იაროს სასწავლებელში, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, ისარგებლონ სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. და რა კახეთში რომელ მუნიციპალურ ცენტრებში? მაგალითად, ეხა კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი კოლეჯი AIC არის აი მართლა თავისი 4 ფილიალით, მთლიანობაში 4 ფილიალით არის ისეთი შესაძლებლობა კახეთის რეგიონისთვის, რომ ნამდვილად ყველა ახალგაზრდამ უნდა გამოიყენოს და ისეთი ევროპული სტანდარტებით და ისეთი მექანიზმებით არის, ასე ვთქვათ, მთლიანობაში დატვირთული მთელი სასწავლებელი, რომ აი თუ სწორად მახსოვს, ეს არის თვითონ კაჭრეთში ძირითადი სასწავლებელი, მერე აქვთ ახმეტაში, აქვთ ლაგოდეხში, აქვთ დედოფლისწყაროში ფილიალები და
თლიანად ფარავს მთელ კახეთს და ეს მართლა კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის. უბრალოდ იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი კამპანია და აქტივობა მიმდინარეობს პროფესიული განათლების პოპულარიზებისთვის, მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ ჩვეულებრივი ადამიანები, უფროსი ადამიანები, სკოლების უფრო მეტი ჩართულობა, უმაღლესი განათლების მქონე სტუდენტების, აქტივისტების, ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა იქნება ძალიან კარგი, რომ ჩვენ ის რესურსი, რაც სახელმწიფომ რაღაცნაირად შექმნა პროფესიული განათლების მიმართულებით, მივიდეს ბევრ ახალგაზრდამდე, ბევრ სკოლის მოსწავლემდე, რომ აი ჩვენ რაც ჩამოვთვალეთ, რომ მაგალითად ჯარისგან, აი კონკრეტულ პერიოდში, თქვათ, აღარ არის ვალდებული და შეუძლია პროფესიული განათლება მიიღოს. ის რომ თქვათ მე-9 კლასიდან კი არ უნდა გამოვიდეს და ხელი ჩაიქნიოს მაგალითად სამომავლო უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობაზე. არა, შეუძლია რომ უკვე პროფესიულ სასწავლებელში პარალელურად გააკეთოს ეს ორივე ერთად მიიღოს პროფესიას და თქვათ ატესტატიც და შემდგომში თუ სურვილი გაუჩნდება უმაღლეს სასწავლებელშიც ისწავლოს. აი ამ მიმართულებით მე მართლა ჩვენს რადიო მსმენელებსაც, ახალგაზრდებს, ვისაც რაღაცნაირად აი ბევრი სხვადასხვა პროგრამაშია ჩართული და მე მიხარია, რომ როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩის რანგშიც მომეცემა შესაძლებლობა, რომ აი ეს ინფორმაცია, რაც ერთ-ერთ ძირითად პრობლემად გამოყოფდი, მივიტანოთ ჩვენ ახალგაზრდებამდე, მარტო საკმარისი არ არის სამინისტროს აქტიურობა, მარტო საკმარისი არ არის, თქვათ, რაღაც კონკრეტული პროგრამების აქტიურობა, აუცილებელი არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი რჩევის სახით, როგორც მანამდე იყო მუქარა, რომ თუ კარგად არის სწავლი პროფესიულში გაგიშვებო, ეხლა იყოს, რომ აუცილებლად პროფესიულში წადი, რომ განათლების უწყვეტი ჯაჭვი სწორად გაიარო. ამიტომ აქ მინდა რომ გაგაწყვეტინო გიორგი, უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს შევეხეთ, ხო? ანუ ის რომ სახელმწიფომ დაახარჯა გარკვეული რესურსი პროფესიულ განათლების განვითარებაში. აქ საინტერესო რომ გავმიჯნოთ აი ეს პროფესიული განათლება და სხვადასხვა არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამები, სხვადასხვა ტრენინგ კურსები, ხო, იმიტომ რომ აქ არის რაღაც გარკვეული ნაცრისფერი ხაზი, არის პროგრამები, როგორიც არის მაგალითად PR-ის, მარკეტინგის, თქვა ბიზნესის, ხო, ოფის მენეჯერის, რომლებიც შეიძლება იყოს მაგალითად პროფესიული კოლეჯის კომპეტენცია, ან შეიძლება რომელიმე თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს ანუ ესე პროფესიული განათლების დიპლომის გარეშე. აი თუ შეგიძლია რომ ეს კარგად განმარტოთ მოსახლეობას, რომ აუდიტორიამ ეს კარგად გამიჯნოს ერთმანეთისგან, ანუ ტრენინგ კურსები, მოკლევადიანი და პროფესიული პროგრამა. როგორ განასხვავონ ერთმანეთისგან? ვიცით, რომ ძალიან ხშირად კერძო ორგანიზაციები სამწუხაროდ, აი მაგალითად გაეროს მოდელირებებს დავასახელებ, რომ ადამიანები მეუბნებიან, რომ გაეროში ვიყავი და შემდეგ როცა ვეკითხები დეტალებს, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ანუ მოდელირებაში იღებდნენ მონაწილეობას. აი ამ პირობებში რა არის ის, რითიც უნდა გამიჯნოს ახალგაზრდა? სად მიდის? კოლეჯში მიდის თუ არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გავიგე. ესმა პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე წელიწადში ორჯერ შემოდგომასა და გაზაფხულზე ხდება მიღება ცენტრალიზებულად, რასაც უზრუნველყოფს მთლიანად ეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდების ნაწილში და სამინისტრო უკვე მთლიან პროცესს. თუ ესე იგი შემოდგომასა და გაზაფხულზე ამ სამინისტროს მიერ კონკრეტულ გამოცხადებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ დარეგისტრირდა ახალგაზრდა, ან რომელიმე უშუალოდ სახელმწიფოს კოლეჯში არსებულ მოკლევადიან პროგრამა არ მოიძია, გამოდის რომ თქვათ ზუსტად ის არის, რაზეც თქვენ საუბრობთ, რაღაც კონკრეტული ორგანიზაციის მქონე აქტივობა. ჩემი აზრით, აქაც ინფორმაციულობის ნაწილია. ერთ-ერთი ინდიკატორი არის ეროვნული გამოცდების ჩაბარება, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, ერთი გამოცდის ჩაბარება უწევს, ხომ, პროფესიული. დამოკიდებულია ეს რა მიმართულებას ირჩევს პროფესიული განათლების მიღების მსურველი და დამოკიდებულია იმაზე, ვთქვათ, რამდენ ხნიან პროგრამას ირჩევს, რომ ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის ძალიან მარტივი გამოცდები არის ჩასაბარებელი. ამიტომ თუ ესე იგი გამოცდებიც არ მქონია, არც სახელმწიფო ცენტრალიზებული წესით არ დავრეგისტრირებულ ვარ და ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის
ტრენინგ პროგრამაზე შევიტანე განაცხადი, ეს იმას ნიშნავს, რომ მე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, ესე იგი ეს პროგრამა არ ყოფილა. ნუ, თავარი პასუხი თქვენს კითხვაზე იქნება ის, რომ სანამ კერძო კოლეჯებიც ხომ არსებობს, გიორგი, რომლებმაც აკრედიტაცია გაიარეს. კერძო კოლეჯებიც ეს ახორციელებენ სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ პროგრამებს, გასცემენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, ასე ვთქვათ, დიპლომებს, მათ შორის სახელმწიფო დაფინანსებით. ანუ თუ კერძო კოლეჯმა გაიარა ის ყველა სტანდარტი, რომელიც საჭირო არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად და ამავდროულად მიიღო სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსება სტუდენტისთვის, ის თავისუფლად შეძლებს, რომ მოამზადოს პროფესიული სტუდენტი იგივე სტანდარტით და იგივე პერსპექტივით, ვთქვათ, რაც ჩვეულებრივ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ კოლეჯს შეიძლება რომ ქონდეს. უბრალოდ აქ არის ინფორმაციულობის ამბავი, რასაც თქვენ მეკითხებით, კარგად უნდა აპლიკანტმა კარგად მოიძიოს მისი, ასე ვთქვათ, ჩაბარების წინ სადაბარებს და აი ამის მიხედვით უკვე საბოლოო ჯამში მიიღოს გადაწყვეტილება. და ასევე ალბათ გარეკოს განათლების სამინისტროს ხელხაზე 200-220, ანუ უბრალოდ 200-220, სადაც მას უნდა მისცენ პრინციპში ინფორმაცია, ალბათ არის თუ არა ეს კონკრეტული დაწესებულება აკრედიტირებული როგორც პროფესიული სასწავლებელი, ხო? მათ უნდა ქონათ ეს ინფორმაცია წესი. კი, ასე არის და პლუს ამავდროულად განათლების სამინისტროს ვებგვერდზე არის მთელი სია პროფესიული სასწავლებლების, რომელთაც გავლილი აქვთ აკრედიტაცია სახელმწიფოს მხრიდან და ვთქვათ უფრო დეტალურად ვებგვერდზე შეუძლიათ რომ რაღაცნაირად მოიძიონ ინფორმაცია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ჩვენთან პრესტიჟი ძალიან მიგმული არის გაცვით პროგრამებზეც და საერთაშორისო მოგზაურობის თუ სწავლის შესაძლებლობებზეც. აქამდე პროფესიულ საგანმანათლებლო სფეროში ასეთი შესაძლებლობები ნაკლებად იყო. ჩვენ მუდმივად გვესმის საუბრები, რომ შესაძლოა ევროკავშირმა გაახსნას გარკვეული პროგრამები და გაცვლის შესაძლებლობები უკვე პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისთვის. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით? ჩვენ ვიცით ეს უკვე რომ სახელმწიფოს მიდგომა, მათ შორის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, რომელიც სულ ახლახან შექმნა ჯანდაცვის სამინისტრომ, პრიორიტეტებში აქვს გაწერილი, ესე იგი ინტერნაციონალიზაცია, თანამედროვე ჩვენი ესე იგი კვალიფიციური კადრის მუშახელის ევროპულ ბაზარზე მათი ხელშეწყობა, დასაქმება და ასე შემდეგ, რაც ეს დამოკიდებულება ამ საკითხზე ჩვენ ვიცით რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ისეთი განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია, თქვათ უნდა წავიდეთ თუ არ წავიდეთ, ვიმუშაოთ საზღვარგარეთ თუ არ ვიმუშაოთ, ეს ცალკე სასაუბრო და სამსჯელო თემა, თუმცა ჩემთვის პირადად როგორც პროფესიული განათლების სისტემით დაინტერესებული ადამიანის ჩემთვის ეს შესაძლებლობა მგონია რომ არის ძალიან კარგი. დავიწყებ იმ არგუმენტით, რომ ეს არის ძალიან დიდი პრაქტიკული შესაძლებლობა და გამოცდილების პერსპექტივა სტუდენტებისთვის, მათ შორის კურსდამთავრებულებისთვის, იმისთვის, რომ მომავალში ეს ევროპული სტანდარტები და ზოგადად მთლიანობაში სამუშაო კულტურა ჩამოვიტანოთ საქართველოში და მთლიანობაში ყველანაირად მოგებული გამოდივართ, იმიტომ რომ იმ გარკვეულ პერიოდში ადამიანი თავის შრომის ანაზღაურებასაც მიიღებს და ამავდროულად ძალიან კარგად გამოცდილი დაუბრუნდება ქვეყანას. ჩვენ მაგალითად, როდესაც ამ თემას გამოუჩნდა კრიტიკოსები და თქვეს, რომ როგორ შეიძლება ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში წავიდნენ და მაგალითად იმუშაონ, რატომ არ გვახსენდება, რომ მაგალითად სამედიცინო სფეროში, აი თუნდაც საექიმო საქმეში, აი თუ მაგალითად საქართველოში ვინმე წარმატებულ და ისეთ პერსპექტიულ ექიმად ითვლება, ყველამ თავისი კვალიფიკაცია და პრაქტიკული პერიოდი გაიარა უცხოეთში და იმუშავა იქ თუნდაც თუ არ ისწავლა და აქ ისწავლა და თქვათ აქ დაამთავრა, მერე წავიდა და თქვათ უცხოეთში იმუშავა და დღეს უკვე ძალიან ბევრი თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს, როგორ კარგად ადგებათ მათი ევროპული გამოცდილება ჩვენს ქვეყანას და რატო არ შეიძლება ამ კუთხით ვიმსჯელოთ, რომ მაგალითად კარგი შემდუღებელი, რომელიც გერმანიაში პირობითად წამყვან კომპანიაში იმუშავებს რამდენიმე წლის განმავლობაში, რატომ არ აქვს იმის ასე ვთქვათ
წარმოსახვა იმის, რომ ის საქართველოში რო დაბრუნდება იგივე ხარისხით და იგივე ევროპული სტანდარტით შეასრულებს საქართველოში თავის საქმეს. მე ძალიან ბევრი კომპანია ვიცი, რომელიც რაოდენობრივად საქართველოში ვერ უშოულობს მაგალითად ისეთი სტანდარტის და გამოცდილების მქონე პირობითად შემდუღებელს, მშენებელს და ასე შემდეგ, რომელიც მას სჭირდება, რომ თქვათ აიქაური სტანდარტი აქ დანერგოს და ჩემი აზრით, აი ეს უცხოეთში დასაქმების ნაწილი და პერსპექტივა, რაც უკვე სახელმწიფო დონეზე გაიხსნა, არის ძალიან კარგი. უბრალოდ აქ არის ერთი პრობლემა ესმა, რომელიც აი ფაქტია ეს პრობლემა, რომელიც უკავშირდება ენის ბარიერს. ჩვენთან რაღაცნაირად პროფესიული განათლების მქონე პირებს, ზოგადად ენის ბარიერი არის ძალიან დიდი. ხა მე რამდენიმე პროგრამაზე ვმუშაობ, თუ ერთ-ერთი არის საზაფხულო დასაქმება გერმანიაში სტუდენტებისთვის, მათ შორის პროფესიული სტუდენტებისთვის, თუმცა აი აქაც პატარა კვლევის შედეგებს თუ დავემყრდნობით ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში გაკეთებულს, ზუსტად ეს არის, რომ უმაღლეს განათლების მქონე სტუდენტებს უფრო აქვთ მეტი, ასე ვთქვათ, ენობრივი შესაძლებლობები და მათი აი ამ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა არის შედარებით უფრო მარტივი და რაღაცნაირად ვერ ხერხდება, რომ პროფესიული განათლების მქონე სტუდენტი, თუნდაც საექთნო საქმის მედიკი, ვთქვათ, გაუშვათ გერმანიაში, იმიტომ რომ მას არ აქვს ენის, ასე ვთქვათ, ენობრივი უნარები. ამიტომ ეს პრობლემა. ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ სკოლებში არ ისწავლება ევროპული ენები სამწუხაროდ, ინგლისურის გარდა. ეს ძალიან დიდ პრობლემას ქმნის, რომ ჩვენთან ევროპული ენის ცოდნა არის პრივილეგია. ხომ მე ვსწავლებ, მაგალითად გერმანულის ან ესპანურის ცოდნა, ფრანგულის არის ძალიან პრივილეგია. სწორად მახსოვს ესენი არჩევითი იყო. ეხა უკვე ამ მომენტში სკოლაში როგორ არის, მე მგონი არის რაღაც საფრანგული და ესეთი ენები არჩევითი, თუმცა არა სავალდებულო და სავალდებულოსაც თავი რომ დავანებოთ, არა, საჯარო სკოლაში თუ ძალიან პრესტიჟული სკოლა არ არის, სამწუხაროდ მარტო რუსული და ინგლისური არის ჯერჯერობით. გაწდა თქვენი ხმა. მეორე საკითხი არის, რაზეც ჩვენ ხო, იმიტომ რომ რაღაც ტექნიკური ხარვეზი გვეკონდა. აქვე უნდა ვიკითხო აუცილებლად პროფესიულ ორიენტაციაზე. ეს პრობლემა ყველგან გვაქვს, რომ ერთი ტიპის კვალიფიკაციით ადამიანები გამოდიან სასწავლებლებიდან და დამსაქმებლები სულ სხვა კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს ეძებენ და უწევთ შემდეგ უცხოეთიდან დაქირავება მუშახელის და თქვენც ეს ახსენეთ პრინციპში. ამ მხრივ თუ იქნება კოლეჯებში და თუ არსებობს კონსულტირება პროფესიული ორიენტაციის პროფესიულ სასწავლებლებში ეს არის ესეთი თანამშრომელი, რომელსაც ესე იგი კარიერის დაგეგმვის მენეჯერი, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი, რომელიც ასე ვთქვათ, უფლებამოსილია, რომ კურსდამთავრებულებს და სწავლების ბოლო საფეხურზე მყოფ ახალგაზრდებს დაეხმარონ სამუშაოს ძიებაში და შემდგომში რაღაცნაირად უკვე სამუშაო პროცესში თუ რაიმე პრობლემა შეექმნებათ მათ, როგორც კურსდამთავრებულებს. თუმცა პროფესიის შერჩევაში არა, ხო? ანუ მთლიანობაში კარიერის დაგეგმას რაც შეეხება, მაგალითად არსებული ვაკანსიების მოძიებას შემდგომში, თქვათ, ვაკანტურ ადგილზე CV-ს გაგზავნაში დახმარებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის, რომ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მაგალითად ეხა კოლეჯმა, რომელმაც წელიწადში მოამზადა პირობითად 1000-ზე მეტი კურსდამთავრებული, ჩემი აზრით შეუძლებელია, რომ ერთი კოლეჯის დონეზე მოხერხდეს კარიერული დაგეგმარების მენეჯმენტი და აქაც ისევ მიუბრუნდები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც წეღანაც აღვნიშნე, რომ სულ ახალი დაფუძნებულია და ნახოთ, აი მათი ერთ-ერთი ძირითადი პროგნოზი საქმიანობის არის ეს, რომ უნდა მოახდინონ კარიერის დაგეგმარება მოქალაქეებისათვის, მათ შორის პროფესიული განათლების მქონე პირებისთვის და შემდგომში უფრო ნათელი სურათი გვექნება და ნათელი პასუხი თქვენს კითხვაზე, რამდენად
ასე ვთქვათ, ხერხდება ეს პროფესიული დაგეგმარება. თუმცა ამ ეტაპზე, აი როგორც გითხარით, კოლეჯების დონეზე მე ვიცი, რომ არის ესეთი თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კურსდამთავრებულების, ასე ვთქვათ, კარიერულ წინსვლაზე და განვითარებაზე. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედაც რომ არა მხოლოდ კურსდამთავრებულთა დაკვალიანება მოხდეს, არამედ ჯერ კიდევ პროფესიის არჩევის, ანუ სასწავლო პროგრამის შერჩევის ფარგლებშიც ალბათ დაემატოს ეს პროფორიენტაციის კომპონენტი. გიორგი, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, მე უბრალოდ მინდა რომ დასკვნითი სიტყვით უთხრათ ახალგაზრდებს, რას ეტყოდით იმათ, ვინც ეხლა ფიქრობენ, ეხლა ამთავრებენ სკოლებს, შეიძლება ბოლო კლასში არიან, ან ეხლა უდგებათ ის დრო, როდესაც ფიქრობენ, სად ჩააბარონ, რა ისწავლონ. რატომ უნდა ჩააბარონ პროფესიულ სასწავლებელში, რას მისცემს ეს მათ და რა мотиваცია უნდა გქონდეთ? აუცილებლად. პირველ რიგში რჩევები უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ამ წუთასაც მიმდინარეობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 10 აგვისტოს ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით და თუ რატომ უნდა აირჩიონ მათ პროფესიული განათლება, არის ძალიან ბევრი მიზეზი, რომელზეც ჩვენს მთლიან, ასე ვთქვათ, საუბარში შევეხეთ და ახლაც შეიძლება რომ გამოყოთ. პირველი ეს არის ძალიან მარტივად დასაქმება. მეორე ეს არის ის, რომ მათ აღარ აქვთ შეზღუდვები, მაგალითად, თუ შემდგომში რაღაც მეტი ამბიცია გაუჩნდებათ იმის, რომ თქვათ, კვალიფიკაცია აიმაღლონ, სხვაგან გააგრძელონ სწავლა, მათ შორის უცხოეთში და თუნდაც თქვათ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, ვინც არიან მე-11, მე-12 კლასში, როგორც ჩვენ დასაწყისში აღვნიშნეთ, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ პროფესიული განათლების მიღების პარალელურად მიიღონ ასევე სკოლის, ესე იგი, სრული ზოგადი განათლების ატესტატი, რაც მათთვის ბენეფიტი არის იმ თვალსაზრისით, რომ თუ და ეს ძალიან ბევრჯერ ხდება, როდესაც პროფესიული განათლების მიღების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში სურთ სწავლის გაგრძელება, ეს მათთვის პრობლემა აღარ იქნება და რაღაცნაირად შეძლებენ, რომ უფრო სწავლების მაღალ საფეხურზე გადავიდნენ. მეორე, დასაქმებად თქვით, ესეც თქვით, კიდევ აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათ საინტერესო პროცესი პრაქტიკულ სწავლებაში, იმიტომ რომ პროფესიული განათლება ერთ-ერთი სისტემაა, რომელიც ნამდვილად შენი საკუთარი ხელით აკეთებ იმას, თქვათ, რა საქმეც მოგწონს და მე ვურჩევდი ახალგაზრდებს ნამდვილად, რომ აი ამ ბევრი ძალიან კარგი პერსპექტივით და მათ შორის თან ვიცით ჩვენ რომ უმაღლესი განათლებისგან განსხვავებით სწავლა არის პროფესიულ სასწავლებლებში უფასო. მათ თავად შეუძლიათ რომ ძალიან მალე და მოკლე დროში თავიანთი შემოსავალი ქონდეთ, თავად უზრუნველყონ, თავიანთი ცხოვრების დაფინანსება, თავიანთი სურვილების შესრულება და მე მართლა ვიტყოდი რომ კარგი შესაძლებლობაა და აქვე ვეტყვი ახალგაზრდებს, რომ მეც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე, მეც პროფესიულ სასწავლებელში ერთ-ერთ პროგრამაზე ვსწავლობდი. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, აქვე ვიტყვი რომ და გავამხელ რომ კულინარიის განხრით სწავლობდი. ჩემი მხრიდან მეც მინდა რომ წარმატებები ვუსურვო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უნდათ რომ იმაზე და ასევე ვირჩევდი ყველას ალბათ რომ ვისწავლოთ უცხო ენები. იმის მიუხედავად მინდა თუ არა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა, უცხო ენა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან გამოგვადგება, განსაკუთრებით კი ნამდვილად უცხო ენები. მე კი დაგემშვიდობებით დღეს, მადლობა ვინც გვისმენთ. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის ესმა. და დროებით.